დისკის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში თუ შუქნიშნის ჩართულია ყვითელი მოცემული მარშრუტის სიგნალი. ისე იგი მხოლოდ ტრამვაის სოლის მიმართ, მხოლოდ წითელი ავტომობილის სოლის მიმართ, როგორც წითელი ავტომობილის სოლის, ასევე წითელი როგორც ტრამვაის სოლის მიმართ, ასევე წითელი ავტომობილის სოლის მიმართ. მესამე იქნება სწორი პასუხი. მესამე მივაწვევი, მაგრამ არ არის სწორი. შენი მესამე. ეხლა უყურე. შენ და ყველას ეშლება აქ რა იცი? უყურე? გაიხედე მარჯვნივ რა შენ გეუბნება რომ მუდმივად ჩართული ციმციმა ყვითელი ანთიაო, ხო ეგრეა ტექსტში? როდესაც მუდმივად ჩართული ყვითელი ციმციმა ანთია, შენ უკვე ნასწავლი გაქვს, მაგრამ დაგავიწყდა მაგ მთიან ჩოხატაურში, აქვია მუშაობის პირობებში ცივა ცოტა. როდესაც ყვითელი ციმციმა უნთია მუდმივად, ესე იგი შუქნიშანი არ მუშაობს. ჩამოდი დაბლა მერე რა ნიშანია ესა? მაგი არის მთავარი გზის ნიშანი. მთავარი გზის ქვემოთ კიდე დამატებითი დაფა გვაქვს. დაფა გვაქვს და მთავარი გზის გზა უხობს მარცხენა მხარეს. ყოჩახ, ანუ რა გამოდის? წითელიც მთავარზეა და თეთრიც მთავარზეა. ხო ეგრეა? მხოლოდ წითელი ავტომობილის სოლის მიმართ. წითელი ავტომობილი მთავარზე როა და თეთრი ავტომობილი მთავარზე როა. ამ ორი მთავარიდან რომელია მარჯვენა მხარე? წითელი არ არის? წითელია. აი, გეკითხება თეთრმაო ვის უნდა დაუთმოსო და უნდა დაუთმოს წითელს, იმიტომ რომ წითელი იმის მარჯვენა მხარეა. გესმის? როგორ ისე შენი ღბულად არის ეგ თავარი გზა და ესა, ხედავ? თუ არ კარგად არ დაუფიქრდი, შესაძლებელია ეგ შენ და სხვებსაც ეგრე აქვია ეშლებათ ხოლმე, გამიგე? ამ შემთხვევაში ტრამვაი არაფერს არ წარმოადგენს, მეორე ხარისხოვან გზაზეა. გამიგე მურმან? ძალიან კარგი.